ვარკეთილში ადამიანი ცუდად რო გახდეს, სანამ მან მიიყვანენ, მოგიკვდება გზაში. აი ადამიანი ცუდად რო გახდება, თბილისის მეორე ბოლოში ლუბლიანას ქუჩაზე როა მარტო. აი საავადმყოფოები ხო არის თბილისში? ყველა საავადმყოფო გადაიტანეს ლუბლიანას ქუჩაზე. და არ ვიცი, აი ადამიანისთვის საარსებო საცხოვრებელი გარემო მოითხოვს, რომ ბეტონის ხუთის გარდა, სადაც ის არის გამოკეტილი, მას ჭირდება ჰაერი, მზე, სიმწვანე, ფეხით გასასვლელი ადგილი, ჭირდება ადგილი, სადაც მანქანას გააჩერებს და მისი სახლიდან არ უნდა იყოს კრიტიკულად დაშორებული სახანძრო, სკოლა, საავადმყოფო. მოდი ვაპატიოთ ერთხელ, იმიტომ რომ ეხლა კალაძე დაგვპირდა, რომ ტრამვაი გვექნება და პლუს ახალი სტადიონი გვექნება. მე კითხვა მაქვს. ოღონდ არ ვიცი, ტრამვაი ახალი სტადიონი რაში გვჭირდება? ტრამვაი თბილისი რუსთავის მეტროს მერე აშენდება თუ მანამდე? კონსერვატორების საქართველოსთვის